შიშთან გამკლავება რთული პროცესია, მაგრამ შესაძლებელია, თუ სტრატეგიულად მივუდგებით. აქ არის რამდენიმე მეთოდი, რომელიც დაგეხმარება, გააცნობიერე და დაასახელე შენი შიში. შეგნების პირველი ნაბიჯი, დაწერე, ან იფიქრე კონკრეტულად, რის გეშინია. რაც უფრო კონკრეტულად განსაზღვრავს შიშს, მით უფრო მარტივი იქნება მასთან გამკლავება. გაუგე მის მიზეზს. შეისწავლე, საიდან მოდის ეს შიში. ეს შეიძლება იყოს ბავშვობის გამოცდილება, ნეგატიური მოგონებები ან გაურკვევლობის შიში. დაუსვი საკუთარ თავს კითხვები. რამდენად რეალურია შენი შიში? ყველაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს? როგორ გადავლახავ ამ სიტუაციას? რამდენად სავარაუდოა, რომ ეს რეალურად მოხდეს? კონფრონტაცია და ეტაპობრივი ჩვევა. მცირე ნაბიჯებით მიდგომა, ექსპოზიციის თერაპია. თუ რამის გეშინია, შეეცადე ნელ-ნელა მიეჩვიო მას. მაგალითად, თუ სიმაღლის გეშინიან, დაიწყე მცირე სიმაღლეებიდან და ნელ-ნელა გაზარდე. დადებითი ვიზუალიზაცია. წარმოიდგინე, როგორ უმკლავდები შიშს წარმატებით. ეს გონებას მოამზადებს და თავდაჯერებულობას შეგმატებს. სხეულის რეაქციის მართვა. ღრმა სუნთქვა და მედიტაცია. ეს ტექნიკები ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს შფოთვას. ფიზიკური აქტივობა. სპორტი და მოძრაობა სტრესის შემცირებაში გეხმარება. პოზიტიური თვითლაპარაკი. შეცვალე შიშზე ორიენტირებული ფიქრები პოზიტიურით. მაგალითად, მე ამას ვერ გავაკეთებ, მე შემიძლია ამის გაკეთება, უბრალოდ რომ მჭირდება. საჭიროების შემთხვევაში დახმარების მიღება. თუ შიში ძალიან ძლიერია და ხელს გიშლის ცხოვრებაში, ფსიქოლოგთან ან თერაპევტთან კონსულტაცია კარგი იდეაა. შიში ბუნებრივია, მაგრამ მისი გადალახვა შესაძლებელია. Tredi.com, ქართული სოციალური ქსელი.